ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ქუჩა კვარაცხელიამ თავისი დებიუტით ფრანგული მედია ალაპარაკა. პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა, რომელმაც პარიზელებს ქულა გადაურჩინა. მწვრთნელის კომენტარმა ქართველთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გაკვირვება გამოიწვია. მამარდაშვილის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე. ქართველს 7 გოლი გაუტანეს. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. ტრადიციულად ავიყვანოთ ეს ვიდეო 1500 მოწონებაზე. ასევე თუ არ დაიზარებთ და არხსაც გამოიწერთ, ძალიან დაგვეხმარებით. ეს არის არხი ფუტვიჟე. დავიწყოთ. ლა ლიგის 21 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსია სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 7-1 განადგურდა. გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ კატალონიელთა წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. იმის მიუხედავად, რომ ქართველმა მეკარემ 7 ბურთი გაუშვა, 3 ბურთის მოგერიება მაინც შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ჰანსი ფლიკის გუნდმა მატჩის ბედი საწყის 15 წუთში გადაწყვიტა. მე-14 წუთისთვის მასპინძლები უკვე 3-0 იგებდნენ. პირველი ნახევარი კი საერთოდ 5-0 მოიგეს. ანგარიში მესამე წუთზე ფრენკი დე იონგმა გახსნა. მერვე წუთზე ფერან ტორესმა მამარდაშვილის კარი მეორე დაიღო. მე-14 წუთზე კი თავი რაფინიამ გამოიჩინა. 24 და 45 წუთებზე ფერმი ლოპესმა დუბლი შეასრულა და ბლაუგრანამ ტაიმი 5-0 დაასრულა. სამწუხაროდ გიორგი მამარდაშვილისთვის ეს მატჩი ესპანურ და ზოგადად საკლუბო კარიერაში ყველაზე უარესი იყო, რადგან ქართველმა მეკარემ 7 ბურთი პირველად გაუშვა. მამარდაშვილს ამდენივე გოლი 2023 წლის 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა გაუტანა. 21 ტურის შემდეგ ვალენსიას 16 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილს იკავებს. მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს სტუმრად სელტა ვიგოსთან გამართავს. საგულისხმოა, რომ ამ მატჩის შემდეგ ვალენსია ბარსელონას კოპა დელ რეიზეც დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 თებერვალს საქართველოს დროით პირველის ნახევარზე დაიწყება. ვალენსიას თავკაცმა ბარსელონასთან მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა. მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეთ და ჩემი ბრალია, რომ ფეხბურთელებს სათანადოდ ვერ გადავეცი თუ რა იყო მათგან საჭირო. ამოცანას თავი საერთოდ ვერ გავართვით. მოწინააღმდეგე პირველიდან ბოლო წუთამდე გჯობნიდა და ეს არაა დონე, რომელსაც ეს გერბი იმსახურებს. აუცილებელია თვითკრიტიკულები ვიყოთ. დღევანდელ შეხვედრაში პოზიტიური არაფერი ყოფილა. არ გვიჩვენებია დონე, რომელიც ამ მატჩისთვის იყო საჭირო და პასუხისგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ჯერა უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ბარსელონასთან მატჩში გამოჩნდა. მტკივნეული შედეგია და ღრმა ანალიზის ჩატარება აუცილებელი. უნდა აღმოვაჩინოთ მიზეზი თუ რატომ ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შემდეგ გამოსავალს მივაგნოთ. ვალენსია და მისი გულშემატკივარი მეც იმსახურებს. საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწყო. პარი სენ-ჟერმენში ხუჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა. ქართველი ფეხბურთელი რეიმსის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და თავის საგოლე პასით დაგვამახსოვრა. კვარამ უსმან დემბელეს გაატანინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა ლეეკვიპმა ქართულ ფეხბურთელზე დაწერა. რეიმს PSG ხელში ეჭირა. კვარა თავის დებიუტში გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. პარი სენ-ჟერმენმა დომინანტური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლი ძვირად დაუჩნდა. ხუჩამ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს დასაფასებელია. შეგახსენებთ, რომ ხუჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი PSG-ს ისტორიაში რიგით მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. კვარას დებიუტზე საკუთარი მოსაზრება ბევრმა ადამიანმა გამოთქვა და მათ შორის იყო მისი ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელიც ხუჩას მოსკოვის ლოკომოტივში ავარჯიშებდა. პარიზულ გრანჩი სადებიუტო მატჩი არაჩვეულებრივად ჩაატარა. ჰქონდა ბრწყინვალე საგოლე მოქმედება, როდესაც დემბელეს გაატანინა. გარდა ამისა, თანაგუნდელებთან კედლის გათამაშების შემდეგ მეტოქის კარს ხშირად ემუქრებოდა. ფიქრობ PSG მისი გუნდია, რადგან ის კომბინაციური ფეხბურთი, რასაც პარიზელებს ლუის ენრიკე ათამაშებს, ხუჩას სტილს ზედმიწევნით მიესადაგება. შეგახსენებთ, რომ სიომინი თავის დროზე მოსკოვის ლოკომოტივიდან კვარაცხელიას რუბინში გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი აზრი არ გაითვალისწინეს და ტრანსფერი შედგა. ხუჩამ კი ყაზანურ გუნდში პირველი თამაში სწორედ რკინიგზელების წინააღმდეგ ჩაატარა და გოლის გატანით ყოფილი კლუბის შეფებს დაუმტკიცა, რომ მისი გაშვება უდიდესი შეცდომა იყო. პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რეიმსთან ფრედ დასრულებული მატჩი და პარიზელთა
მწვრთნელთა ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა. მომენტები უფრო კარგად უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩიდან მეორემდე ლიგა 1-ში თამაშობ. ეს ყოველთვის რთულია. რეიმსი დაცვაში კარგად თამაშობს. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ. კარგი საგოლე მომენტები ქონდა. უბრალოდ რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ. ბურთს ფლობდით, მაგრამ ასეთ მატჩებში ყოველთვის ძალიან ცოტა სივრცე რჩება და ამიტომ შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. შეუძლია თუ არა კვარას რამდენიმე პოზიციაზე თამაში? ეს არაერთ ფეხბურთელს შეუძლია. დებიუტისთვის დღეს რთული მატჩი იყო. კვარას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს. მან მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა, თანაგუნდელები უკეთ უნდა გაიცნოს. იმედია ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი მასსა და PSG-ს შორის. ცნობისთვის ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და შემდეგ ტურში ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 1 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 8 საათიდან დაიწყება. დღეისთვის კი სულ ეს იყო და იმედია ვიდეო მოგეწონათ. დადის ბევრი ჭორი რომ კვარაცხელიას პარიზში შეიძლება ოსიმენი ან რეალ მადრიდის ფეხბურთელი როდრიგო შეუერთდეს. წინ ძალიან ბევრი ცხელი ამბავი გველოდება. ამიტომ გამოიწერე არხი და არ გამოტოვო არც ერთი. მე კი ამით დაგემშვიდობებით და აბა, წარმატებები.